გამარჯობა. ეს არის შესავალი ვიდეო თემაზე დიზაინ პატერნების გამოყენება ობიექტზე ორიენტირებული პროგრამირების დროს. მოდით თავიდანვე შევთანხმდეთ ტერმინოლოგიაზე. ქართულ ენაში დიზაინ პატერნებს მოიხსენიებენ როგორც პროექტირების შაბლონებს. თუმცა მე უფრო სწორედ მიმაჩნია გამოვიყენოთ ის ორიგინალში და ამ ვიდეო სერიებშიც მე მას მოიხსენიებ როგორც დიზაინ პატერნს. ასევე, როდესაც შემგან გაიგებთ OOP-ს, ეს არის შემოკლებული ვერსია ობიექტზე ორიენტირებული პროგრამირების. რადგანაც უმრავლესობა ლიტერატურაში თქვენ მაინც შემოკლებულ ვერსიას შეხვდებით. დიზაინ პატერნების კონცეფცია სათავეს იღებს არქიტექტურიდან, ხოლო პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების პროცესში ის 1990-იანი წლებიდან გვხვდება. იდეა პირველად წამოაყენა არქიტექტორმა კრისტოფერ ალექსანდერმა 1977 წელს თავის წიგნში A Pattern Language, რომელშიც ის საუბრობს შაბლონებზე, რომლებიც არქიტექტორებმა უნდა გამოიყენონ სხვადასხვა შენობების პროექტირების დროს. ხოლო იდეა მდგომარეობს შემდეგში. პრობლემები არქიტექტურაში ხშირად მეორდება. თუ ჩვენ ვიპოვით ამ პრობლემებისთვის საერთო გამოსავალს, შეგვიძლია ეს შაბლონები განმეორებით გამოვიყენოთ. 1994 წელს ერიხ გამამ, რიჩარდ ჰელმა, რალფ ჯონსონმა და ჯონ ლასიდესმა, ცნობილი ასევე როგორც Gang of Four, დიზაინ პატერნების კონცეფცია პროგრამული უზრუნველყოფის სფეროში შემოიტანეს. მათ გამოსცეს ლეგენდარული წიგნი Design Patterns: Elements of Reusable Object-Oriented Software, სადაც 23 ყველაზე ხშირად გამოყენებადი პატერნი მოიყვანეს. ეს პატერნები სამ კატეგორიად დაყვეს: Creational Patterns, Structural Patterns და Behavioral Patterns. ახლაც კი ამ პატერნებს GOF Patterns უწოდებენ. GOF-ი არის შემოკლებულად Gang of Four-დან. ეს წიგნი software engineering-ის ფუნდამენტური ნაწარმოები გახდა. მოდით იმისთვის უკეთესად რომ გავიგოთ, რაში გამოიყენება დიზაინ პატერნები, მოვიყვანოთ ერთი პატარა მაგალითი. წარმოიდგინეთ, რომ გაქვთ ვებ აპლიკაცია, რომელიც მუშაობს მონაცემთა ბაზასთან და გვაქვს კლასი, რომელიც პასუხისმგებელია მონაცემთა ბაზასთან ურთიერთობაზე. როდესაც იქნება ახალი ობიექტი ამ კლასიდან, ერთი ახალი კავშირი დგება მონაცემთა ბაზასთან. და ვთქვათ, რომ ჩვენ ამ ობიექტს ვქმნით კოდის რამდენიმე წერტილიდან. დაუშვათ არის 10 წერტილი, საიდანაც იქნება ახალი ობიექტი, რაც იმას ნიშნავს, რომ 10 ახალი კონექშენი გვაქვს ბაზასთან. დიდი დატვირთვის შემთხვევაში ამას შეიძლება პრობლემას შექმნას, რადგანაც კონექშენების ფული გადაგვევსოს და საბოლოო ჯამში მონაცემთა ბაზამ უარი გითხრას ახალი კონექშენის შექმნაზე. ამ პრობლემას აგვარებს პატერნის სინგლტონი, რომელიც არ ქმნის ყოველჯერზე ახალ ინსტანსს, როდესაც ჩვენ ვითხოვთ ახალ ობიექტს კლასიდან, ის ქმნის მას მხოლოდ ერთხელ, ინახავს თავის თავში და ყოველჯერზე, როდესაც ჩვენ ვქმნით ახალ ობიექტს, გვიბრუნდება პირველადი შექმნილი ობიექტის ინსტანსი, რაც გვაძლევს იმის გარანტიას, რომ ამ შემთხვევაში მონაცემთა ბაზასთან გვექნება მხოლოდ ერთი კავშირი და ყოველი ობიექტის შექმნის დროს ჩვენ დაგვიბრუნდება ერთი და იგივე კავშირი, რაც ჩვენ შემთხვევაში ამ პრობლემას გვიგვარებს. დიზაინ პატერნები გაჩნდა როგორც არქიტექტურული კონცეფცია, ხოლო GOF-ის საშუალებით, Gang of Four-ს ავტორების საშუალებით, მან საბაზისო ადგილი დაიკავა პროგრამული უზრუნველყოფის შექმნაშიც. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, ამით თეორიული, ისტორიული ნაწილი მორჩა, რაც შეეხება დიზაინ პატერნებს და შემდეგი ვიდეოებიდან უკვე დავიწყებთ დიზაინ პატერნების გარჩევას. გავარჩევთ 23-ვე დიზაინ პატერნს, რომელიც მოყვანილია ზემოთხსენებულ წიგნში. თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, მხოლოდ დაალაიქოთ, არხი გამოიწეროთ, შეგიძლიათ კომენტარის დაწეროთ და მეგობრებსაც გაუზიაროთ. მადლობა.